მე ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვარ მომავალი ჟურნალისტი, თარჯიმანი, ბუღალტერი, ეკონომისტი, დიპლომატი, იურისტი, პროგრამისტი. ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაუფლებაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშია შესაძლებელი. ამჟამად საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს განათლებას 3000-მდე ახალგაზრდა იღებს. უნივერსიტეტში ყველაზე მონდომებულები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ. ზოგიერთი მათგანი სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის თუ სხვა მიღწევებისთვის სრულიად უფასოდ სწავლობს. ვარ ოქროს მედალოსანი, ამავდროულად ერთიანი ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი. შესაბამისად, სრული დაფინანსებით ვსწავლობ იფსუში. ეს შეღავათი პირადად ჩემთვის აურმაგებს მოტივაციას, რომ უფრო ხალისით, ინტერესით მივიღო საერთაშორისო დონის განათლება და სასურველი იქნება თუ სხვა უნივერსიტეტებიც ანალოგიურ სისტემას დანერგავენ. გაცვლითი პროგრამების მიმართ სტუდენტთა დიდი ინტერესის გამო იფსუს ევროპის, აზიისა და ამერიკის 90-ზე მეტ წამყვან სასწავლებელთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სტუდენტებს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ეძლევათ ცოდნის მიღების საშუალება. აბიტურიენტობის დროს გადაწყვეტილი მქონდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებდი, მაგრამ არ ვიცოდი კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტში ვაბარებდი. და რის გამოც ავირჩიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო ის, რომ შემეძლო ინგლისურ ენაზე სწავლა და საზღვარგარეთ გაზრდილ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. ამიტომაც ავირჩიე იფსუ და უკვე ამ წელს ვიყავი პოლონეთში, ვარშავაში, ვისწავლოს უნივერსიტეტში. ქართულ სტუდენტებთან ერთად იფსუში 18 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდებით სწავლობენ. ერთ-ერთი მათგანი საბერძნეთის მოქალაქე ანასტასია ნტმოვა სასურველ პროფესიას ინგლისურ ენაზე ეუფლება. არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ, თუმცა შანსის გამოყენება მაინც გადავწყვიტე და ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე. იფსუში მეგობრული გარემო დამხვდა. ლექტორები კარგი განმანათლებლები არიან და მათთან საუბარი ნებისმიერ თემაზე შეიძლება. განათლების ხარისხიც ძალიან მაღალია და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ. სტუდენტებში დიდი პოპულარობით ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტით სარგებლობს. ამ სასწავლო კურსის ფარგლებში მათ ცნობილ ამერიკელ მწერლებთან თუ საზოგადო მოღვაწეებთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ. ურთიერთობას ამერიკის საელჩოსთან ის ითვლის უკვე 15 წელიწადს, მას შემდეგ რაც გაიხსნა ეს პროგრამა, საელჩოს ყოველ წელს ჩამოყავს სპეციალურად ამ პროგრამისთვის ამერიკელი პროფესორები წამყვანი უნივერსიტეტებიდან. გარდა ამისა, ჩამოდიან საელჩოს მოწვევით გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, კონგრესმენები. ჩამოსული იყო FBI-ის უდიდესი განყოფილების უფროსის მოადგილე ქალი, რომელმაც ჯონ ბენსონი, რომელმაც აგრეთვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მეორედ მოვიპატიჟეს სტუდენტების თხოვნით. უნივერსიტეტი განსაკუთრებით კარიერის დაგეგმვის ცენტრით ამაყობს, რომელიც დასაქმებაში არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსაც ეხმარება. ცენტრის ფუნქცია ის არის, რომ დაეხმაროს სტუდენტებს, ხელი შეუწყოს, რომ დაამთავრებს სტუდენტი, ჩვენ მე კიდევ ვაგზელებთ იმ სტუდენტებთან ურთიერთობას ამ კარიერის დაგეგმვის ცენტრის მეშვეობით, რომ აი დასაქმდნენ ან არ დასაქმდნენ, რა პრობლემა აქვს თვითონ, რატომ ვერ დასაქმდნენ თუ ვერ დასაქმდა და მე ვფიქრობ, ამაზე ვმუშაობთ, რომ აი რა გავაკეთოთ, მე დამატებით რა თქვათ სერვისები მივცეთ ამ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ და ეს პრობლემა რო არ ქონდეთ. უნივერსიტეტის ძალიან მაღალი დასაქმების პროცენტი აქვს, 98-მდე არის ეს პროცენტი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სიახლეებს მომავალშიც პირდება. საკუთარ დევიზს კი ხშირად ახსენებს სტუმრებს. საერთაშორისო განათლება საერთაშორისო დასაქმებისათვის.